ჩემ ტელეფონში კიდევ დარჩა მეხსიერების ადგილი და ამიტომ გადავწყვეტე ამეხსან თუ რა არის იონოსფერა. იონოსფერა რუსულად, იონოსფერო ქართულად. იონოსფერო არის იონიზირებული ნაწილი დედამიწის ზედა ატმოსფეროში, რომელიც იწყება სიმაღლეზე 60 კილომეტრი და ვრცელდება 1000 კილომეტრამდე და მეტი. ის წარმოადგენს პლაზმას თავისუფალი ელექტრონებისაგან და იონებისაგან, რომლებიც იქმნება ულტრაფიოლეტური და რენტგენული გამოსხივებისაგან, რომლებსაც ასხივებს მზე. ხო, ესე იგი, მზე ასხივებსო ულტრაისამებრ და რენტგენულ ტალღებს და იონოსფერო იქმნება ამ ტალღების და თავისუფალი ელექტრონების და იონების მოქმედების ქვეშ. იონოსფერა თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს რადიოტალღების გავრცელებაში, რაც იძლევა მათ ირეკლონ მისგან და გავრცელდნენ დიდ მანძილზე, აგრეთვე მოქმედებს კოსმოსურ ამინდზე და თანამგზავრების სისტემებზე. იონოსფერო შეიცავს თავისუფალ ელექტრონებს და იონებს, რომლებიც იქმნება ნეიტრალური ატომებისაგან და მოლეკულებისაგან, რომელთაც შეიცავს ამ ატომებს და მოლეკულებს შეიცავს ატმოსფერო და იონოსფერა შეიცავს ელექტრონებს და იონებს, რომლებიც იქმნებაო ატმოსფეროს ნეიტრალური ატომების და მოლეკულების დახმარებით, უმეტესწილად აზოტისაგან და ჟანგბადისაგან. ამ გამოსხივების მოქმედების ქვეშ. გამოსხივების მოქმედებიდან გამომდინარე. იქმნება ის მზის აქტივობისაგან, რომლებიც შეიცავენ ულტრაისამებრ და რენტგენულ გამოსხივებას, აგრეთვე კოსმოსურ სხივებს. ესე იგი, სიმაღლისაგან და სიმჭიდროვისაგან იონიზაციის, ესე იგი, იონიზირებული ჰაერი ატმოსფეროს სიმაღლისაგან და სიმჭიდროვისაგან იყოფა ფენებზე. D, E, F1 და F2 ფენა, 4 ფენა. ინგლისური ასოებით წერია D, E, F1 და F2. ყოველთაგანი ამ ფენებისგან ყოველს აქვს თავისი თავისებურებები. რადიოტალღები განსაზღვრული სიხშირით იმაზე ნაკლები, რომელიც გამოყენებადია ჩვენთვის, ირეკლავენ იონოსფეროსაგან, რაც მათ აძლევს საშუალებას გაიფანტონ ჰორიზონტის უკან და დიდ მანძილებზე. იონოსფეროში ცვლილებები დაკავშირებული მზის აქტივობასთან მოქმედებენ თანამგზავრების მუშაობაზე და სხვა კოსმოსური სისტემების მუშაობაზე. რატომ არის მნიშვნელოვანი იონოსფერა? უკაცრავად. იონოსფერა ეხმარება შორეული რადიო კავშირის გამოყენებას და აძლევს მათ საშუალებას აირეკლონ ატმოსფეროსაგან. ეხმარება რადიო ტალღებს გაფანტვაში.
იონოსფეროს გამოკლებები გვეხმარებიან გავიგოთ დედამიწის და კოსმოსური სივრცის ურთიერთ მოქმედება და მათ ამ დედამიწის და კოსმოსური სივრცის და მზის ქარებს შორის. კიდე გავიმეორებ. იონოსფეროს გამოკვლევა გვეხმარება გავიგოთ თუ რა ურთიერთმოქმედება აქვთ დედამიწას კოსმოსურ სივრცესთან და მზის ქარებთან. მეგონი ახლა უფრო გასაგებად ვთქვი. იონოსფეროს ქვედა საზღვარი განლაგებულია 50-60 კილომეტრის სიმაღლეზე. ზედა საზღვარი იონოსფეროსი განლაგებულია 1000 კილომეტრიან დონეზე, სადაც იონოსფერო გადადის პლაზმოსფეროში ან სხვა მაგნიტოსფერულ პლაზმურ ქმნილებებში. რადგან მთავარი წყარო იონიზაციისა არის მზის ულტრაისამისფერი გამოცხიბება, ყოველი პლანეტას მთვარეს, რომელსაც აქვს ატმოსფერო, აგრეთვე აქვს იონოსფეროც. იონოსფერა განლაგებულია ტერმოსფეროს შიგ და ვრცელდება სიმაღლეზე 60-დან 300 კილომეტრამდე დედამიწის ზედაპირიდან. ის იყოფა 3 ფენად. ფენა P, რომელიც იყოფა P1-ზე და P2-ზე, F ბოდიში, F, რომელიც იყოფა F1-ზე და F2-ზე, E და D, როგორც წინაცებით გითხარით. რა ტალღები გადის იონოსფეროში? ტალღები, რომლებიც სიხშირე არის მაქსიმალურად მაღალი იმ ტალღებისა, რომელიც გამოყენება ჩვენ შეგვიძლიათ, გადიან იონოსფერას. ტალღები, რომლის სიხშირეები MPC-ზე დაბალია, ირეკლებიან ამ იონოსფეროსგან და ბრუნდებიან უკან დედამიწაზე. აგრეთვე რადიოტალღები, უბრალოდ რადიოტალღებს უწოდებენ იონოსფეროს და იყენებენ დედამიწაზე შორეული კავშირგამბულობისთვის. ხო, და კიდევ ფენებთან დაკავშირებით დავამატებ, რადგან საინტერესოა. ფენა D, მე ხომ გითხარით, არის 4 ფენა. ის სამსთვლიანი, იმიტომ რომ ფენა F არ იყოფა, იგი ითვლება 4, იმიტომ რომ ფენა F ხომ იყოფა, მაინც 4-ია, 4 გამოდის. და ფენა D ყველაზე დაბალი და იონიზირებული ატმოსფეროს ფენა, ერთ-ერთი
რომელიც შთანთქავს რადიო ტალღებისთვის კბ დიაპაზონს და ეს ფენა D არსებობს მხოლოდ დღისით, ღამით არ არსებობს. ამ იონოსფეროს ფენა D არსებობს მხოლოდ დღისით. და რა არის რადიო ტალღები? ბარემ, რადგან რადიო ტალღები ეს არის ელექტრომაგნიტური ტალღები სიხშირეებით 3 გეცამდე, რომლებიც ვრცელდება სივრცეში ხელოვნური ველნავოდის გარეშე. ისე ხელოვნური როგორ გითხრათ დამიწების ხელსაწყოს გარეშე. ხომ, ავიწერია რა ტემპერატურა იონოსფეროში. ფენა E-ში საშუალო ტემპერატურა არის 110. ფენა F-ში პირველში არის 180. ფენა F-2-ში 220-დან 280-მდე. ეს ზამთარში და ზაფხულში ამ ფენა F-2-ში არის 250-დან 320-მდე. კარგით, მოდით ამაზე დავამთავრებთ, თავი არ მოგაბეჭდოთ და სანამ ის ვიდეო იტვირთება, მე ადგილი ხო ცოტა დამრჩა და შეიძლება ნებისმიერ დროს გაითიშოს. მადლობ ყურადღებისთვის.